მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს YouTube-ის არხზე. დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია თქვენთვის და დღეს რაღაცნაირად სასიამოვნო წვიმიანი ამინდი გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტე რომ საჯარო ვიდეო ჩამეწერა თქვენთვის და არა მარტო სხვა რაღაც სიურპრიზიც მაქვს სასიყვარულო თემაზე. დღეს გავშლი სასიყვარულო თემაზე. თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს აზრი არ აქვს, ქმარია, ცოლია, უბრალოდ ფლირტი გაქვთ თუ ასე შემდეგ, მის ფიქრებს გავიგებთ. ზოგადად როგორი ტიპია ეს პერსონა? წეგან ვიდეო ჩავწერე მეგობრებო და შუაზე გამიწყდა, ამიტომ თავიდან გიწერთ. მინდა გითხრათ რა ხან დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია თქვენთვის 15 მაისს და 16 მაისს, ანუ დღეს და ხვალ მექნება სასიყვარულო ურთიერთობებზე ისეთი ფასდაკლება, რომ მე ასეთ დაბალ ფასად არასდროს არ გამიგეთებია პირადი კონსულტაცია. და შესაბამისად, ხოლოდ დღეს და ხვალ თუ და გაინტერესდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს პირად Facebook საკონტაქტო გვერდზე. ეს საკონტაქტო Facebook-ის ლინკი მექნება ამ ვიდეოს ქვემოთ აღწერა აქვს ვიდეოს და ლინკი მექნება გადახვალთ ჩვეულებრივ და მომწერთ. ან Facebook-ზე ნახავთ ტაროს სიტყვები და იგივე ფონი აყენია, როგორც YouTube-ის ფონი, მოკლედ ფოტო, ერთი და იგივეა. ასე დამიკავშირდებით მხოლოდ დღეს და ხვალ. და გაგაცნობთ დეტალურად როგორ და რანაირად. ეხლა ხელები ფეხები გავასწორეთ, მოვდუნდით, ჩავიფიქრეთ პარტნიორი, ვიფიქრეთ ამ ადამიანზე, წარმოვიდგინეთ მისი ხმა, თვალები, სახე, თუ ვერ წარმოიდგენთ, ხოლმე შეგიძლიათ ფოტოს უყუროთ, სადაც თვალები უჩანს და მისი სახელი წარმოთქვათ გულში. მოკლედ ვიფიქრეთ მეგობრებო, დღეს ორი ვარიანტი მექნება, ორ ვარიანტს გავშლია. წარმოიდგინეთ პარტნიორი. ვიფიქრეთ თქვენს პარტნიორზე და დავიწყოთ. ტარო საკმაოდ ჩქარობს, კარტებით ვსვიროთ. ვნახოთ ვარიანტი ნომერი 1. რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენზე? ვარიანტი ნომერი 2. რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი, რომელიც ჩაფიქრეთ თქვენზე? 1, 2. იმედი მაქვს ჩემი ხმა კარგად ისმის. მოკლედ 1, 2. ხელები ფეხები გავასწორეთ, მოვდუნდით, თუ გოგონებს თმაშეკრული გაქვთ, გაიშალეთ. ხმად ჩავესვენ თქვენ ჰაერი, წარმოვიდგინეთ პარტნიორი, დახუჭეთ თვალები თუ გინდა და რომ გავახეთ რომელი ვარიანტიც დაგვიძახებს, ის არის ჩვენი. შეგიძლიათ დაასტოპოთ ვიდეო. მე დავიწყებ უკვე გაშლას. დავიწყებ პირველი ვარიანტით და საკმაოდ რაღაცა დადებითი არკანი ამომდის. მინდა გითხრათ, რაღაცა კაი მოხდი მოდით მგონე. კარგი, მოდი ჯერ ესე ვნახავ ესეთ რამეს, რომ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი როგორი ტიპაჟის არის. როგორი ხასიათები აქვს, ანუ ან რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში. პირველი ვარიანტი როგორია ჩაფიქრებული პარტნიორი? ხوارი გამათეთ. მინდა გითხრათ, რომ ამომდის საკმაოდ ისეთი ენერგეტიკა. მე ვარო და მოედანი ჩემია ასეთი. უყურეთ რა ხდება, ეს თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი არის გამარჯვების მოყვარული. უყვარს გამარჯვება. უყვარს, როდესაც სულ ამტკიცებს, რომ თვითონ არის მაგარი, უყვარს ყველა სიტუაციიდან, რომ თვითონ უნდა გამოვიდეს მაგარი. ეს ერთ-ერთი კომპლექსია, რო იცოდეთ. მაგრამ შესაძლებელია ამ ადამიანს საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლები, შიშები ჰქონდეს. თუნდაც დამარცხების შიში, თუნდაც რაღაცა რომ არ გარიყონ იმის შიში, თუნდაც იმის რომ არ მიატოვონ, თუნდაც იმის რომ პირველი არ დატოვონ. მოკლედ, რაღაც შიშები აქვს ამ ადამიანს და შეიძლება ნაჩუქრებიც იყოთ. მაგრამ ამავდროულად არის საკმაოდ რისკიანი ადამიანი. და არის მოფლირტავი ადამიანი, საკმაოდ ძალიან მოფლირტავი ადამიანია. უყვარს სიტუაციების სათავისოდ შემოტრიალება. შეიძლება რომ დამნაშავე იყოს, ისეთი სიტუაცია მოაწყოს, რომ პირიქით ისე გამოიყვანოს თავი, რომ 100%-ით მართალია და მოკლედ ცოტა ესეთი ტიპია. თან გაორებები აქვს ამ ადამიანს. ახლა იმედია დამაცდიან ვიდეოს ჩაწერას და გარეთ ხმაური არ შემოვა. და ხელს არ შემიშლის. მოკლედ არ მივაქცევ ყურადღებას. საკმაოდ ისეთი ძლიერი მენტალიტეტის მქონე ადამიანია, მაგრამ ამ ადამიანს ხშირ შემთხვევებში ემართება ისე, რომ სიტუაცია მისთვის ნელდება, ან ვერ გამოსდის, ამიტომ ბოროტდება და რაღაცა მე ყველა ურთიერთობაში ეძებს იმას, რომ გამარჯვებული იყოს, გამარჯვებული. კაი. ეხლა მოდი ვნახოთ. თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ უშუალოდ თქვენზე რას ფიქრობს. პირველი ვარიანტი, რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა და ამჟამად თქვენზე? ვარიანტი ნომერი 1. რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე? ნახოთ. ვიფიქრეთ პირველი ვარიანტი, რას ფიქრობს თქვენზე ახლა და ამჟამად. მინდა გითხრათ, რომ გაკვირდებათ, აქვს დაკვირვება ჩართული, ესეთი.
დააკვირდეს, კარგად დააკვირდეს. ხო, რაღაცა ესე იგი. აქ მინაიდან ბევრი მიყურებთ, მეგობრებო, ზოგჯერ არის რომ რეზონირდება 100%-ით, მაგრამ აქ სხვადასხვა ურთიერთობებში ხართ ყველა, ამიტომ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ, ეს ხო არის საჯარო გაშლა. შეიძლება ამ ადამიანთან იყოთ ნაჩხუბრები და გაკვირდებოდეთ. ან წასული იყოს სხვაგან, ან რაღაცა გზა გაშორებდეთ. შეიძლება რაღაც სხვადასხვა ქალაქებში იყოს, ან ასე შემდეგ, ან ქვეყნებში არის, მაგას ასე გამოვიწყო, მაგრამ რაღაცა შეიძლება გაშორებდეთ, ხო? ან იყოთ უბრალოდ ნაჩხუბრები. კიდევ ვიცით რა არის? ამ ადამიანს უყვარს ფიქრი იმაზე, ანუ რასაც ამბობს, ან თავს როგორც წარმოაჩენს, ისე კი არ აკეთებს, უფრო მეტად ფიქრობს და სხვანაირად აკეთებს. და თითქოს შეიძლება ნაჩხუბრები ვინებიც ხართ, ესეთი გაბრაზებული არის და უნდა რომ ჭკუა გასწავლოთ. თუ ურთიერთობა ჯერ არ დაგიწყიათ, ეს ადამიანი რაღაც დაკვირვების, ნახე, ეს გაკვირდებათ. დაკვირვების პერიოდშია, თითქოს სოციალური ქსელებით გაკვირდება, თითქოს რაღაცა სანაცნობოდან, რაღაცა რაღაც გაკავშირებს, ანუ მასთან ცდილობს რომ იმის მიხედვით დაგაკვირდეს, შეგისწავლოს და ასე შემდეგ რა. ანუ ძალიან დიდ ქმედებებს ახლა ვერ ვხედავ ჯერ. თუ უბრალოდ ურთიერთობაში ხართ, ეს ადამიანი რაღაც ნეიტრალურ პოზიციაში არის და რაღაცა ურთიერთობას აკვირდება, მაშინ ასე რო ვთქვა. თქვენთან დაკავშირებით კიდე რას ფიქრობს მის გონებაში როგორი ხართ? ვარიანტი ნომერი 1. კიდე დაკვირვება ამონდის ფონად. იცით რა არის? რაღაც არჩევანი უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა, მეგობრებო. აქ არის ესეთი რაღაცა. შეიძლება იყოს სამკუთხედის იმაში, რა ქვია, სამკუთხედის ურთიერთობაში, ვინც ეგრე ხართ. არის არჩევანი გასაკეთებელი. ამ ადამიანს შესაძლებელია ყავდეს თქვენს გარდა ვიღაცა, ვისაც რაღაცა ფიქრები აქვს და თქვენსა და მას შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, ან მოქმედებასა და უმოქმედებას შორის რაღაცა უნდა გააკეთოს, მოკლედ რაღაცა არჩევანი უნდა გააკეთოს, ან ნაბიჯის გადმოდგომაზე, ან რაღაცა სიახლეზე, ან თქვენი ურთიერთობის აღდგენაზე, მოკლედ თქვენთან დაკავშირებით რაღაცა ნაბიჯი უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა, ან რაღაცა არჩევანი უნდა გააკეთოს. კიდე არ გამოვრიცხავ იმას, რომ თქვენს ურთიერთობაში რომელიღაცა თქვენთაგანი უფრო მეტ ენერგიას დებს, ვიდრე მეორე და ეს არ მომწონს. ფიქრებით მოსვლა უნდა თქვენთან, აი გიჟათ არის, ისე უნდა თქვენთან მოსვლა. რაღაც ფიქრებით, ანუ შეიძლება წასული არის ეს ადამიანი და აი გამოჩენა უნდა ძალიან რა, მოკლედ რა ვთქვა. კაი, და კიდე რა გინდა ამ ურთიერთობაში საერთოდ, რას დაეძებ ამ ურთიერთობაში? მუშაობს საკუთარ თავზე და ცოტა არ იყოს, აი როგორი სახე აქვს, ცოტა არ იყოს ვინც ჩაიფიქრეთ, აი ეს მამაკაცი თუ ჩაიფიქრეთ, არის ცოტა ცივი გონების მამაკაცი და ცოტა ესეთი რა, სიტყვა ძუნწი. სამართლის მოყვარული თითქოს რაღაცა და ძალიან ისეთი შეიძლება ეხლა თუ ნაჩხუბრები ხართ, ცოტა გაბრაზებული იყოს თქვენზე. რას დაეძებს ამ ურთიერთობაში და თვითონაც ვერ გაუგია ბოლომდე რას დაეძებს. ხან წადის, მიდის, ხან მოდის, ხან დამიდის, ხან მოდის. რაღაცაზე გული აქვს ნატკენი ამ ადამიანს, ანუ ან შეიძლება თქვენ ნატკენით გული, ან რაღაც ისეთი გააკეთეთ, რასაც მის ეგოს სუდაც შეეხეთ და გული ეტკინა და ამის გამო გაცივდა, მაგრამ მგონია რომ უმეტეს თქვენთაგან ვინც მიყურებს მიზეძულობა ამ ადამიანს ისევ აქვს თქვენთან და ისევ აქ რაღაცა ის უფერული ჯაჭვი ისევ გაკავშირებთ, მაგრამ ვინც იჩხუბეთ და იკამათეთ, ვინც წავიდა ურთიერთობიდან და ვინც გავიდა გასვლაზე ვინც არის, გაკვირდებათ და უნდა ნაბიჯის გადმოდგმა, თან თავის თავს ეჩხუბება რომ ნაბიჯი არ გადადგა და რაღაცა გაბრაზებული ვარ, თან უნდა ძალიან რომ ნაბიჯი გადმოდგას და მოკლედ დაკვირვების რეჟიმშია თან გული აქვს ნატკენი, ვინც არ ხართ ნაჩხუბრები, შიში აქვს ამ ადამიანს რაღაცის, რაღაც არჩევანი უნდა გააკეთოს და რაღაცა აი გაურებულ მდგომარეობაში რაღაცა ბერიკებს რა გააკეთოს ამ ურთიერთობაში, უბრალოდ გაკვირდებათ და შიში აქვს იმისი, რომ პირიქით თქვენ არ გააგდოთ და არ წავიდეს. მოკლედ რაღაცა თქვენთან დაკავშირებული გაორებები აქვს ამ ადამიანს რა, ესე რომ ვთქვა მოკლედ. მოდი ახლა ერთხელ ვკითხავ. გინდა ამ ურთიერთობაში ყოფნა? მოდი, ამბობ გადაგატელი. ეგრევე. კი, უნდა. უნდა რაღაცა კომპლექსები, რაღაც ისინი რო არ გქონდეს ძალიან უნდა, იმიტომ რომ თქვენთან, აი, როდესაც ანუ კარგი ურთიერთობაში ხართ, აი, ნახე თუ ჩანს არ ვიცი, თქვენთან თავს გრძნობს მშვიდად და რაღაცა აი ოჯახური და რაღაცა ის სითბო და რაღაცა ის მოსწონს მიზიდულობა. რაღაცა პრობლემები ურთიერთობაში არის ხოლმე, თუნდაც სხვა ხმარ შორის, მაგრამ
ყოველთვის შეიძლება რაღაცა გზა იპოვა, რომ გამოასწორო. თუ ეხლა ამ ადამიანთან ურთიერთობაში არ ხართ და ჯერ ამ ურთიერთობა არ დაგიწყიათ, იმათაც გეტყვით, რომ გაკვირდებათ ეს ადამიანი, უნდა რომ ნაბიჯი გადმოდგას თან თავის თავს ებრძოლება, რომ ნაბიჯი არ გადმოდგას, იმიტომ რომ რაღაცა არ უნდა რომ ხილი კრათან არ უნდა რომ მიიღოთ, ან არ იცის როგორ მიიღებთ. მოკლედ ამ ადამიანს ვინც არ უნდა ყოფილიყო, ვინც თქვენ სიტუაციებზე მოარგეთ, თქვენთან ურთიერთობა უნდა, რაღაცა კომპლექსები აქვს, რაღაცა ტრამები აქვს, ნაბიჯის გადმოდგმა უნდა, რაღაცა არჩევანი უნდა გააკეთოს. მოკლედ ეს იყო პირველი ვარიანტი. მე უკვე პირადი კონსულტაციები როცა მაქხობი, უკვე დეტალურად სიტყვით ვიძახი რა, როგორ, მაგრამ აქ ვინაიდან მიყურებთ ძალიან ბევრი თქვენ სიტუაციას მოარგეთ. მოკლედ ეს იყო პირველი ვარიანტი, ახლა გადავალ მეორე ვარიანტზე. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ რამდენად რეზონირდა და შემდეგი რაზე გავშალო, როგორ მოგეწონოთ გაშლა. ახლა გადავალ მეორე ვარიანტზე. დავიწყე ახლა მეორე ვარიანტით, მეორე ვარიანტელებო მზად იყავით. ახლა მოდით ნახოთ. თითქოს რაღაც ნეიტრალურ, რაღაცა წყალობა გადმოგდით მეორე ვარიანტს, ჯერჯერობით ვნახოთ, აბა. მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეს. ეს ჩაფიქრებული პიროვნება როგორია, როგორი ტიპაჟის არის, ნახოთ აბა ჯერ ეს. როგორი ტიპაჟის არის მეორე ვარიანტი? აბა როგორია, როგორი ადამიანია? ვარიანტი ნომერი 2. როგორი ხარ მეორე ვარიანტი? ესეც ეგეთი ხარ, ესეც გამარჯვების მოყვარული. რა ხდება, ვერ ვიგებ. ეს მანიპულატორები რატო არიან უფრო? ეხლა აქ ესეთი რაღაცა არის. ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ უმეტესობასთან, ან ახალგაზრდა არის, ასაკით, ან ურთიერთობებში აქვს ნაკლები გამოცდილება, ან რაღაცა ძალიან პატარა ბავშვი თინეიჯერით იქცევა რა, ესე რომ თქვა, ეგეთ ხასიათები აქვს. ასევე შეიძლება ეს ადამიანი რაღაცაზე დამოკიდებული იყოს, არ გამოვრიცხა მე. ანუ შეიძლება რაღაცა ისინი ქონდეს რა მიჯეჭულობები თქვა სასმელზე ან რაღაცაზე მას ეგეთ რაღაცებს არ გამოვრიცხავ. ანუ რაღაცა ობსესიები ჰქონდეს. ეხლა რაც შეიძლება. არის გამარჯვების მოყვარული ადამიანი, მანიპულატორი, უყვარს მანიპულაციები. უყვარს, როდესაც ყველა სიტუაციიდან მართალი გამოდის. და არის რაღაცა პატარა ბიჭივით რა, ახალგაზრდა ბიჭივით არის. თქვენთან დაკავშირებით აქვს მიზიდულობა, სექსუალური მიზიდულობა და რაღაცა აი მიჯაჭვულობა, რომ რაღაც ჟინი აქვს რა, ესე რომ ვთქვა. ამავდროულად არის ეგოისტი პიროვნება, საკმაოდ ძალიან ეგოისტი პიროვნება და უმეტეს თქვენთაგან ვერ დაულაგებია სიტუაცია. არის ასეთი, რომ თქვენთანაც უნდა, სხვასთანაც უნდა, ანუ როგორია იცი, აი სიტუაციას ვერ ალაგებ, ჭრელობელასავით არის მოფრინება, გაფრინება, ხან გამოჩნდება, ხან არა. ვითომ რაღაცა სიტყვებით გეუბნებათ, რომ შენთან მინდა ესე, მინდა ესე, მინდა ქმედებები არ ემთხვევა. ხან ძალიან ყურადღებიანია, ხან საერთოდ ცივდება. აი როგორია იცი, აი შენთან ყოფნაც მინდა, მაგრამ ისეთი რაღაცებიც მინდა, რაც შენთან ყოფნის დროს არ გამომადგება და აი რაღაცა ისიც მინდა, არც შენ გიშვებ, არც მოდიხარ, აი უმეტეს თქვენთაგან მგონია, რომ ესეთი პიროვნება არის რა. ბოლომდე არც ჩემი ხარ, არც სხვისი ხარ, აი რაღაცა ეგეთი. იმედე კარგად აღწერე. კიდე როგორია? ხო, კიდე როგორია? შეიძლება მომენტები გქონდეს ისეთი, რომ აი კამათი ჩხუბი რაღაცა რატო ამომდის. მომენტები აქვს ამ ადამიანს ისეთი, რომ არის რაღაცა დაგროზული და უნდა რომ ურთიერთობა დატოვოს, ან ცოტა ხნით რაღაცა სიტუაციები და განერიდოს, ან აღარ იყოს ისეთი აქტიური, როგორიც არის ხოლმე, მოკლედ განდეგილის პოზიციაში გადავიდეს. რაღაც ესეთი ტიპაჟია და მე გაკვირდეთ იქიდან და გაკვირდეთ. კაი. თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს ახლა მეორე ვარიანტი? რა ფიქრები აქვს მეორე ვარიანტს თქვენთან დაკავშირებით? მეორე ვარიანტი რას ფიქრობს თქვენზე ახლა და ამჟამად? მეო ვარო საკმაოდ კარგი ადამიანიო და კაი ბიჭიო, თუ ბიჭები ჩაიფიქრეთ, კაციო და ისეთი ვარო რა, ყველაფერი მაქვს მეო და ჩემთან მე ვისაც მოვიდობებ, ყველა იქნებაო, ეს ფიქრობს ესა. რას ფიქრობს და იცით რა არის? თითქოს ეს ურთიერთობა ცოტა გაწელა. ანუ თუ ნაჩხუბრები ხართ, ან თუ დაშორებულები ხართ, აი იცით რა არის? რაღაცა გაწელა რა, რაღაცა ვერ გააჭინაურა მოკლედ რა ეს საქმე. ან თუ ურთიერთობა ჯერ არ დაგიწყიათ, თითქოს აი ხან ეგრე აკეთებს, ხან გამოჩდება, ხან რაღაცა გაქრება, თითქოს ვერ გაიგებ რა არას აკეთებს რა. მოკლედ ურთიერთობას ვერ აწყობს, მუშაობს თითქოს რაღაცა თავის საქმეებს აკეთებს, რაღაცა, მაგრამ ვერა. ცდილობს, მაგრამ ვერა, წყალში იყრება, რაღაცა ან თუნდაც თავის პირადი საქმეები. და მაგრამ მიდის. უმეტესთაგან, ანუ როგორია იცით მეგობრებო? შებოჭილია. რაღაცა ძალიან ცუდ რაღაც დრამებში, ანუ რაღაცა ისა გასაცდელი აქვს რა ეხლა. თითქოს ნაბიჯის გადმოდგმა უნდა, მოქმედება უნდა, თითქოს რაღაცა უნდა შინაგანად, რაღაცა ფიქრები აწუხებს, მაგრამ მარტო წერს და ფიქრობს, ხელებს და ფეხებს არ ამოძრავებს, რომ მოგწეროთ, დაგიდიკოთ, რამე გააკეთოს, არ აკეთებს მაგებს. მაგრამ არის
ესე მარტო ფიქრებში მოწყენილი დანაჩარტყმული გდია. იცით რა არის? შეიძლება გზაც გაშორებდეთ, თქვენ აქაც არის ეგეთი ვარიანტი, ან რამე ქვეყანა, ან შეიძლება წარსული პარტნიორი იყოს ის, მაგრამ ფიქრები მაინც გქონდეს თქვენზე და აი რაღაცა მაინც ის გქონდეს რა, თითქოს შიგადაშიგ რო გამოჩნდება ხოლმე, ან რაღაცას გაგიკეთებს, ან იგრძნობ, რომ ამ ადამიანს უნდა შენთან ყოფნა. მოკლედ რაღაცა ფიქრები შიგადაშიგ აქვს. თუ ურთიერთობა არ დაგიწყიათ, მეგობრებო, ჯერ და რაღაცა გეტყვით, რომ ეგეთია რა, ანუ თან თითქოს უნდა თქვენთან ურთიერთობა, თან რაღაცა უკან იხევს გეთამაშებათ და თუ უკვე ურთიერთობაში ხართ უბრალოდ, მაშინ გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ამ ადამიანს სიახლეები ჭირდება და რაღაცა ერთფეროვნება ძალიან ბეზრდება და რაღაცა ხან ცივია, ხან თბილი. და ზოგადად უნდა ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობა? ანუ ამ ურთიერთობაში ყოფნა უნდა, რას დარგის ვერ ვიგებ. ნახოთ აბა. უნდა ამ ურთიერთობაში ყოფნა, მეორე ვარიანტი. კი, სხვათა შორის. კი, უნდა. მოსწონს. მაგრამ ხან ცივდება და ისეთია, უყვარს, როდესაც არის მკაცრი ტიპი ვითომ. ცოტა ესეთი პერსონაა, რომ არავის არ უსმენს და მომენტებში თავის ახირებას რო დაიწყებს, მე ბოლოს ისე ვარდება წყალში, რომ წინ არ იყუნება. რაღაცა კომპლექსები აქვს რა, ამ ადამიანს რაღაცა შიშები აქვს, უნდა რომ სულ აქეთ ეხვეწრონ, უნდა რომ სულ აქეთ გავიდნენ ინიციატივაზე, რაღაცა შიშები აქვს და უფრო მეც ფიქრობს, ვიდრე მოქმედებას აკეთებს. მაგრამ ისე რო გკითხო, უნდა ხო თქვენთან ურთიერთობა მოსწონს. უნდა რომ გამოვიდეს კონტაქტზე ხოლმე. ხან არის რომ გიჟივით გამოვა კონტაქტზე ან რაღაცას მოაწובה ეს გრძნობები და ფიქრები. მე შანსები ეძლევა ეს სამყარო აძლევს შანსებს გამოიყენე, ეს არ იყენებს ის უყურებს დებიგებით. მე ცივდება, მე ისევ იგივე და ასე შემდეგ. და თქვენც ეგრე რა ხართ, მოკლედ ვერ გაგიგიათ ამ კაცს რა უნდა. კარგი, მოდი ესეთ რაღაცას ვკითხავ ახლა. ირჩევა თქვენთვის, მოდი რა, თქვენთან მომიდა რომ ვიკითხო. რას გირჩევთ რაღაც ტარო ამ ურთიერთობაში რა უნდა თქვენ ამ ადამიანთან? ხო, შეიძლება სამკუთხედი იყოს, მეგობრებო, და იცით რას გეტყვით? ეხლა როგორიც აღწერე, როგორი ადამიანიც ეს არის, აი თუ ისეთია, თუ აქ ხო ბევრი ვარიანტი გვაქვს, ზოგი დაშორებულია, ზოგი ესე, ზოგი ისე. ეხლა რას აღწერ? თუ ეს ადამიანი თქვენზე არის манипуляტორი, აკეთებს ესე რომ ხან გამოჩდება, ხან გაქრება, გაზლეიც ანუ. არც გიშვით ბოლომდე და არც ახლა მოდის და ისე აკეთებს თითქოს გეგონება თქვენ ხართ რაღაცა სასწაული და თქვენ თხოვთ რაღაც სასწაულს და რაღაც აი გაურკვევლობაში რომელიც გამყოფებთ, ესეთი რჩევა. აირეკლეთ მისი საქციელები. ზუსტად იგივე რაოდენობის ენერგია გაეცით, ზუსტად იგივე რაოდენობის და ცოტა უფრო ნაკლები ენერგია გაეცით, ვიდრე ეს. მოგწერთ 2 წუთს. არ უპასუხოთ. 3-ს მოგწერთ, არ უპასუხოს. მე-4 როცა მოგწერს, მე უპასუხეთ. და რეგლზეც იგივე ნერეთ და მე ნახოთ როგორ მოგიცუცკდებათ. ან საერთოდ არ გახვიდეთ კონტაქტზე, არ ნახოთ მისი სტორი, არ დადოთ არაფერი მაგაზე და ასე შემდეგ რაღაცა მაგის ყურადღების მიქცევა არ დაიწყოთ. თქვენ საქმეებზე გადაერთეთ. აი თუ ესეთი ადამიანია, ესე გავუკეთეთ და ნახოთ როგორ მოსუნცულდება. მოკლედ ეს იყო მეორე ვარიანტი. კომენტარები დამიწერეთ მეგობრებო, როგორ მოგეწონათ და გავაგრძელო რა ვიდეოები დავდო შემდეგ, იმიტომ რომ მე ხომ კაიხანია ვიდეო არ დამიდია. რაც შეეხება მეგობრებო, ხო 15 და 16 მაისი მცალია და მინდა რომ ეს დღეები გავაკეთო გაშლები პირადი, ესე დაბალფასად არ გამეკეთებია არასდროს, აი ძალიან დაბალფასად გავაკეთებ და არ ვიცი ხო, დროები რამდენად მეყოფა, ამიტომ მომწერეთ ჩემს პირად საკონტაქტო Facebook გვერდზე, ლინკი იქნება აღწერაში, გადახვალთ და მომწერთ ან Facebook-ზე დაწერეთ ტაროს სიტყვები და იგივე ფოტო აქვს Facebook-ს, როგორც ამ YouTube-ის ფონს. მოკლედ, ეხლა დაგემშვიდობებით, საუკეთესო დღეს გისურვებთ.